საქართველო და გიგი უგულავა, მის ერთ-ერთი ლიდერი, მადლობა ბატონო გიგი, რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გთხოვ დაბრძანდით, ძალიან საინტერესო იყო სულ ცოტა ხნის წინ თქვენი თანაგუნდელების გამოსვლა პარლამენტში, ძალიან მწვავე გამოსვლები ჰქონდათ მათ. მე მინდა პირველ რიგში თქვენს დაგისვათ ჩვენივე ინტერაქტივის შეკითხვა. ვის მხარეს დგას ევროპული საქართველო, გიორგი მარგველაშვილისა და ქართული ოცნების დაპირისპირებაში, მარგველაშვილის თუ სახელმწიფო გუნდის? საღამოშვიდობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამ დავაში, მე დავარქმევდი ამ დავას ორ კერძო სუბიექტ შორის დავას ხელისუფლებაში გავრცელებული ტერმინია რუსთავი ორზორ საუბრობდნენ. ევროპული საქართველო არც ერთ მხარეზე არ დგას, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვიხილეთ ძალიან სუსტი პრეზიდენტის არაფრის თქმელი გამოსვლა, მაგრამ და მე გულწრფელად გეტყვით ეს გამოსვლა ძალიან არ მომეწონა, მაგრამ იმდენად არაადეკვატური რეაქცია იყო მთავრობის, იმდენად პირდაპირ ვიტყვი გულის ამრევი რეაქცია იყო მთავრობის მხრიდან, რომ ბუნებრივად შეიძლება იქითკენ გადაიხარო, რომ სენტიმენტები გაუჩნდეს ადამიანს მარგველაშვილის მიმართ, რომლის გამოსვლა იყო ძალიან სუსტი. რას გულისხმობთ, რატომ იყო ძალიან სუსტი? მან ისაუბრა ძალიან სერიოზულ პრობლემებზე, სოციალური, ეკონომიკური, სასამართლოს კრიზისზე, ისაუბრა მედიაზე, ისაუბრა კონსტიტუციის საქმის გარჩევაზე და ასე შემდეგ. მე ბატონო გიგი უკაცრავად წეგან ნიკას ვახსენებდი ძველ დროს როგორ ხდებოდა და თქვენს დროს, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, როცა სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, როცა თქვენ იყავით გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, წარმოგიდგენიათ, რომ აი ასეთი სიმწვავით მაინც გამოსულიყო ვინმე ოფიციალური ან არაფორმალური მმართველის წინააღმდეგ სააკაშვილის პირობებში? ოფიციალური არაფორმალური მმართველი არ არსებობდა, არსებობდა პრეზიდენტი, ჩვენ ვიყავით საპრეზიდენტო რესპუბლიკა, მთავრობას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი იყო პასუხისმგებელი პოლიტიკის განხორციელებაზე და შესაბამისად პრეზიდენტი მესამე პირში ვერ ილაპარაკებდა, ვერ იქნებოდა მაშინ იმ კონსტიტუციურ მოდელში მესამე პირში მოლაპარაკე რაღაც საერთაშორისო დამკვირვებელი პრეზიდენტი ვერ ილაპარაკებდა. ხო, მაგრამ თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე ან დედაქალაქის მერი და ასე შემდეგ. ვინმე წარმოგიდგენთ დამისვით და მე გიპასუხებ. დღეს ჩვენ ვართ შერეული მოდელი გვაქვს, პრეზიდენტი არ ხელმძღვანელობს, მაგრამ მთავრობას, მაგრამ პრეზიდენტს აქვს არის პირდაპირ არჩეული მანდატით და გეტყვით რა არ მომეწონა და რაზე უნდა გაეკეთებინა აქცენტი. მაგრამ თავარი ისე ვიმეორე, თავარი პასუხისმგებელი არის მთავრობა. მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არ აქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ აქვს აბსოლუტური ძალაუფლება. პრეზიდენტს მთავრობამ არჩევნების მერე განსაკუთრებით დაიწყო სოციალურად დაუცველებისთვის, აი სეკატორივით 40,000 ადამიანს გააუქმა აი ამ ბოლო არჩევნების შემდეგ სოციალური დახმარება. აი ეს მიზერი და მე გუშინ ვიყავ ერთ-ერთ სოფელში, ხაშურის რაიონში და ადამიანს აი მაისურაძეების ოჯახს გაუქმეს სოციალური დახმარება მოტივით, რომ უსინათლო ქალბატონს, რომელსაც ასევე ნახევრად უსინათლო ქმარი უვლის, გარდაეცვალათ ავადმყოფის შვილი და იმის გამო რომ მოაკლდა ადამიანი წევრი ოჯახში, ამის გამო საშუალო გაიყო შუქის ხარჯი გაიყო საშუალო რაღაც 25 ლარი და ამის გამო ქულა მოუმატეს და მოაკლეს სოციალური დახმარება. ასეთი შემთხვევა გვაქვს 40,000 უკვე ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნების მერე და როდესაც ამას აკეთებს მთავრობა ეს უნდა მოხდეს პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაში და ეს არ მომხდარა ყოფილი პრეზიდენტის. ბატონო გიგი, ვიდრე გავაგზავნებთ პრეზიდენტის გამოსვლაზე, უბრალოდ მინდა რომ შეგახსენოთ, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, მე საკრებულოს წევრი ვიყავი და მახსოვს, რომ მაგალითად ერთი ნაჩუქარი გუბერნატორის მიერ ნაჩუქარი ტელევიზორის გამოც კი მოუხსნიათ უკიდურესად გაჭირვებული ადამიანების განსხვავება რაში მდგომარეობს? მე კი ბატონო, დაგანახებს სხვაობას. როდესაც ამაზე ვსაუბრობ, სოცაგენტი ყველა ქვეყანაში, როგორც პარკინგის ინსპექტორი, ისევე სოცაგენტი ყველა ქვეყანაში ძულთ. იმიტომ რომ ეს არის მძიმე პროფესია. მე ამ პროფესიის ადამიანებსაც თანაუგრძნობთ. მაგრამ როდესაც დავალება აქვს მიცემული სამინისტროდან, რომ გეგმა გაქვს რაიონში, ამაზე მეტი სოციალურად დაუცველი არ იყოს, გეგმით ესეთი რამები არ წყდება. და მეორე პრობლემა, რაც განსხვავებით, ეს პრობლემა ბუნებრივია ჩვენ დროსაც იდგა ადრე, მაგრამ
იყო, როდესაც სოცაგენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა, იქ აუცილებლად ან სოფლის წუნებული, ან გამგებელი, ან ვინმე სხვა უფლებამოსილი პირი განგას ატეხდა და მეტნაკლებად ამის დაბალანსება ხდებოდა. დღეს ეს მორღვეულია მთლიანად. როდესაც სოცაგენტი აი ესეთ დრაკონულ გადაწყვეტილებას მიიღებს, არც სოფლის გამგებელი, არც რაიონის გამგებელი, არც რომელიმე ქალაქის მერი, ან რომელიმე ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ხმას არ იღებს. და ამოიღო მარგველაშვილმა ხმა, მას რას უწუნებთ? მან ისაუბრა მოხუცებზე 10,000-ობით ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში, უმწეობის განცდაზე, სოციალურ პრობლემებზე და რაღაც მოწუნებთ მას. კონკრეტული საკითხი დავსვი და ეს კონკრეტული საკითხი არ იყო. ეხლა გადავედით შემდეგ სხვა კონკრეტულ საკითხზე. დღეს ტოლუთა და განსახლების სამინისტრომ შემოიტანა აბსოლუტურად დრაკონული კანონპროექტი, რომლითაც პრაქტიკულად არათუ დევნილი სტატუსს აუქმებენ იმ 45 ლარიან შემწეობასაც. უნდა გავიაროთ, უნდა გავედოთ ესაუბრეთ მას, მაგრამ მაშინ როდესაც, ანუ ეს კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ რაღაცას. გაუქმდებათ 45 ლარიანი დახმარება და მხოლოდ სოციალურად დაუცველ დევნილებს ექნებათ შემწეობა. ეს არის კანონპროექტი, რომელსაც ბატონი სუბარი თავაზობს დღეს პარლამენტს. არგუმენტად მოყავთ ის, რომ მაგალითად სიტყვაზე ნიკა გვარამია, აი მაღალშემოსავლიანი დევნილია, რატომ უნდა კონდესო. მაგრამ არ ამბობენ, რომ სულ 5 და 5%-იც არ არის დევნილების, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს. სოციალურად დაუცველი 58,000 ქულიანი დევნილი არის მარტო დაახლოებით დევნილების 10% და დანარჩენი 90% თუ გამოვაკლებთ შეძლებულ 5%, დანარჩენი 85% დევნილი რჩება აი ამ 45 ლარიანი დახმარების გარეშე. ამაზე უნდა ელაპარაკა, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი პრობლემა. ამ პრობლემას მოსდევს ის, რომ რეგისტრაციის წესსაც სვლიან და პრაქტიკულად ჩვენ 5 წელიწადში მივიღებთ დევნილის ცნება გაქრება იურიდიულად, მაგრამ დაგვრჩება დაუბრუნებელი ტერიტორიები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პოლიტიკური თემაცაა და კონკრეტული ადამიანებისთვის კონკრეტული სოციალური პრობლემა. მაშინ, როდესაც თუ ჩვენ შევამცირებთ აი ამ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებს, ჩვენ შეგვიძლია დღესვე აი ამ წლის ბიუჯეტშივე 45-დან 65 ლარამდე გაზრდილი ყოლოს. და ამაზე უნდა ესაუბრა პრეზიდენტი. ოპოზიცია საუბრობს ხოლმე ამ გაზრდილ ბიუროკრატიულ ხარჯებზე, წეგან ეკაბესელიამაც გვიპასუხა დაახლოებით ასე, გაზრდილ გადასახადებზე, გაზრდილ ვალებზე, გაზრდილ კორუფციაზე, ბიუროკრატიულ ხარჯებზე, ყოველთვის ახსენებენ ხოლმე ოპოზიციას, რომელიც ბევრი წელი იყო ხელისუფლებაში, რომ არანაკლები ხარჯები გაუწევია მას საკუთარი კომფორტისთვის, ბიუროკრატიული ხარჯები, ძალიან ბევრი თანხა, რომელზეც კითხვის ნიშნები ყოფილა, იყენებდა თუ არა სააკაშვილის გუნდი მაგალითად საკუთარი კომფორტისთვის. რა გაქვთ ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი. ციფრები არის ზუსტი, ციფრებს ვერ გავექცევით. 2012 წლის მერე, გარეთ 2017 წელია. 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით 550 მილიონით არის გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯები. მე გეკითხებით თქვენ, მუშაობენ თუ არა დღეს ბიუროკრატები და ბიუროკრატია უფრო ეფექტურად ვიდრე მუშაობდა 2012 წლის მერე, 2012 წელს. არა. 2012 წელს ბიუროკრატია არ ცხოვრობდა ცუდად, მას ჰქონდა ხელფასი და ამ ხელფასის ადეკვატურ საქმეს ავა თუ კარგად ასრულებდა. 550 მილიონით არის ეს გაზრდილი. 550 მილიონი ეყოფოდა პენსიების გაზრდას, ეყოფოდა ამ სოციალურად დახმარების გაზრდას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ერთია რაც საუბრობს ქალბატონი ბესელია, მეორეა რაც ლაპარაკობს ეკონომიკის თუ სხვა მინისტრი, მესამე არის ეს ხალხი ეხლა არ გაღარიბებულა, ეს ხალხი ეხლა არ გადაქცეულა სოციალურად დაუცველად, ასე იყო დიდი ხანი. ესე უკვე დიდი ხანია, მაგაზე პასუხია, ჩვენ ძალიან დიდ ორმოში ჩავარდით. ქვეყანა 99 წლის მერე, 99 წელი რო ავიღოთ საბჭოთა კავშირის დაშლის დრო, ეკონომიკური განვითარების ციფრები რო ავიღოთ და 2012 რო ავიღოთ. საქართველოს 99 წლის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს მიაღწია 2012 წელს. ანუ პრაქტიკულად მთელი ჩვენი თაობა, მთელი ქვეყანა ამ 25 წლის მანძილზე ვცდილობდით ამოვსულიყავით ამ 40-დან. ბოლო 10 წელიწადი, რა თქმა უნდა, ამ 40-დან უფრო სწრაფად ამოვდიოდით. ამიტომ არავინ არ იძახით, რომ საქართველოს სიღარიბით ევროპაში ბოლოდან მეორე მესამე ადგილზეა. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, ეს არის ჩვენი ტკივილი, მაგრამ როდესაც ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვარდისფერი სათვალებით უყურებს აი ამ ყველა პრობლემას, რომელიც ზრდის ბიუროკრატიის ხარჯებს, რომელიც დღიდან დღემდე სხვას არაფერს არ აკეთებს ეს პარლამენტი, მხოლოდ და მხოლოდ მისი, რა ქვია, მახრჩობელა რეგულაციების შემოღებაზეა, სადრა დაარეგულირებს, არ იცი, რომელსაც პრაქტიკულად 2/3-ს უმრავლესობის ევროპა რეგულაცია გონია, ევროპა თავისუფლებაა და არა რეგულაცია. საუბრა ამაზე გიგაბოკერია. დაუბრუნდეთ კიდევ რაზე არის საუბრო პრეზიდენტის გამოსვლაზე მინდა რომ კითხო. მე განცდა გამიჩნდა ასეთი რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი არის თქვენი პარტნიორი.
ანუ თქვენი სხვა ოპოზიციური პარტიების და ასე შემდეგ დღეს ბევრს გაუჩნდა ასეთი განცდა რომ მარგველაშვილმა რეალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და შესაძლებელია ერთიანი ოპოზიციური ფრონტიც კი შეიქმნას მის მხარდასაჭერად. დავუშვათ ეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არის საუბრა იმ მავნებლობაზე, რომელსაც ეწევა მთავრობა. მე გულისხმობ პენსიების არ გაზრდაზე. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა არის საუბრა იმ დაღრმავებულ კრიზისზე, მთავრობის ერთ-ერთ მიღწევად ითვლება საყოველთაო ჯანდაცვა. მაშინ, როდესაც ჩვენ 2017 წელს ვხედავთ, რომ ეს პროგრამა ასეთი ფორმით შევიდა კრიზისში და ჩვენ ვიღებთ უსამართლო პროგრამას, სადაც ყველაზე გაჭირვებული იღებს ყველაზე ნაკლებს და ყველაზე შეძლებული იღებს ყველაზე უკეთეს სერვისს. მაშინ, როდესაც დღეს დაიწყო დაზღვევაზე გადატანა ამ სისტემის, მაშინ, როდესაც 4 წელიწადი მთელი სადაზღვევო სისტემა მოსპო და გაანადგურა ამ მთავრობამ. პრეზიდენტ მარგველაშვილს ამაზე არ უსაუბრებთ. თქვენ არ გიყვართ არა მარგველაშვილი, რომელიც ჩვენთან იყო სტუდიაში ერთხელ და მე დაუსვი კითხვა, თქვენ მაშინ ციხეში იყავით, გიგი უგულავა შეიწყალებ თუ არა, მან თქვა არა. გაბრაზებული ხართ, იმიტომ რომ თითქოს თქვენი თანაგუნდელები ასე არ აკრიტიკებენ, როგორც ეხა თქვენ ამ სტუდიაში პირადი წყენა ხო არა. პრეზიდენტ მარგველაშვილთან მე არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, მე მასთან ადრე ოდესღაც ძალიან ახლო ადამიანური ურთიერთობა, ადამიანურად წარმატებას ვუწვრებ, მაგრამ ის რომ ის არის კარგი პრეზიდენტი, ის რომ ის არის ადამიანების სოციალური თუ პოლიტიკური უფლებების დაცვის გარანტიის არ არის. დღეს ჩვენ ყავს პრეზიდენტი, რომელიც ამას უყურებს როგორც სამსახურს. ჩვენ ყავს პრეზიდენტი, რომელიც არის უბრალოდ დამკვირვებელი და ის არ არის თანმიმდევრული მთავრობის კრიტიკაში. მთავარი დამნაშავე, რა თქმა უნდა, მთავრობაა, რომელიც არ ზრდის პენსიას, რომელმაც ჩიხში შეიყვანა ჯანდაცვის რეფორმა, რომელიც სოციალურად დაუცველებს ართმოს უკანასკნელს ლუკმას, რომელმაც ბიუროკრატია უკიდეგანოდ გაზარდა, რომელმაც ხნათესვა დაიწყო ვითომ და მერე სოფელი მიატოვა ისე ერთი ნიჩფის ამარა და საერთოდ ეს პროგრამები უკუაგდო. აი ეს მთავრობა გვყავს და პრეზიდენტი, რომელსაც ამ ხელაუფლება მოცილება აქვს და ამ საკითხებზე არ საუბრობს, ან საუბრობს მესამე პირში, ან საუბრობს როგორც უცხოელი დამკვირვებელი, ვერ იქნება ჩვენი პარტნიორი. ჩვენი პარტნიორი მოსილება აქვს, რა უფლება მოსილება აქვს პრეზიდენტს. მე წეგან მელიას ვეკითხებოდი, შეუკვეცეს პრეზიდენტს ყველანაირი უფლება მოსილება სააკაშვილის დროს. კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, ფაქტიურად უუფლებო პრეზიდენტი ყავს. რატომ ითხოვთ ამდენს უფლებო პრეზიდენტს? ნამდვილად ეს არ არის. დღევანდელი კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტის დასუსტება კიდევ უფრო ხდება. დღევანდელი პრეზიდენტს აქვს საკმაოდ ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს გავლენა. თქვენ მკითხეთ, პირადი წყენა მე ნულოვანი მაქვს, არანაირი პირადი წყენა არ მაქვს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არანაირი მოლოდინი არ მქონია ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ სასამართლოზე, ნუ დაგვავიწყდება, რომ დანიშნვიდან მთელი 1 წლის განმავლობაში გვენეტაძის დაცვით იყო დაკავებული უმრავლესობაც და დაკავებული პრეზიდენტით და სანამ ბოლომდე არ ვიხილეთ აი სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელშიც პირადად მონაწილეობდა გვენეტაძე, მანამდე ჩვენ ერთი სიტყვაც კი ვერ ვნახეთ ძვირი დაცდენილი, მაშინ როდესაც ეს შანსი პრეზიდენტმა პირველ რიგში და რა თქმა უნდა უმრავლესობამ გაუშვა ხელიდან. აქედან გამომდინარე დავიწყოთ სასამართლო, სოციალური საკითხები, დევნილების საკითხები, პენსიების საკითხები, სოფლის მეურნეობის საკითხები. ეს ის საკითხებია, სადაც მთავრობა უვარგისი და უნიათო ყავს, მაგრამ სტატისტივით შემფასებელი სულხან საბას ტერმინოლოგიას ვიხმარ, გამონათქვამს ვიხმარ, უკან მიდევნებული ლამპარი ვიტყავს დღეს პრეზიდენტი. არადა მას აქვს ძალიან ბევრი უფლება მოსილება. მას აქვს პირდაპირ არჩეული პრეზიდენტის მანდატი. მას შეუძლია, ის წარადგენს მოსამართლეებს, ის წარადგენს ბანკის მართვას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და არ იყენებს ის ამ უფლება. აი ამ წუთას გამოდის საქართველოს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ის არაა არც ერთი პარტიის პრეზიდენტი, ის ცდილობს პარლამენტში წარმოადგინოს ხალხი და ასე შემდეგ. ბატონო გიგი, პრეზიდენტებზე ვსაუბრობ და არჩევნებზე, რომელსაც დაარქვა თვითონ მარგველაშვილმა კონსტიტუციით საქმის გარჩევა, რომელიც მოდის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან. ანუ პრეზიდენტის არჩევის წესს და ამიტომ მინდა რომ მკითხოთ, თქვენი გუნდი ევროპული საქართველო ისევ დავით ბაქრაძეს გამოიყვანს მომავალ არჩევნებზე საპრეზიდენტო კანდიდატად თუ არ არის გამორიცხული რომ გამოხვიდეთ თქვენ პირადად და თქვენ იყოთ გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. რომ ამოვწუროთ ის ინტერაქტივის შეკითხვა, რომელიც თქვენ გაქვთ, ასე რომ ეს არის ორ სუბიექტ შორის დავა. მარგველაშვილი არის ჩვეულებრივად უძღებიშვილი ივანიშვილის, შესაბამისად ვინ ვიზი არის განაწყენებული, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
ივანიშვილი განაწყენებულია რის გამო ივანიშვილის საერთოდ ესეთ ფავორიტიზმი ჭირს ერთი ყავდა მეორე გასაგებია რომ ისეთი ყურმოჭრილი არ არის მარგველაშვილი როგორც ქალაქის დღევანდელი მერია მაგრამ ფაქტია რომ არც ერთ კრიტიკულ საკითხში მათ შორის ბატონ მარგველაშვილი ყოველ შეხვედრაზე სადაც უცხოეთში დადის ორ მნიშვნელოვან საკითხს თავედობთ თქვა ეს არის პოლიტპატიმრების თემა და ეს არის რუსთავი ორის თემა პოლიტპატიმრების თემა მას შეუძლია დაასრულოს ერთ დღეში ერთ ღამეში არ ვითხოვთ და არ ვსაუბრობ ჩვენ იმაზე რომ ვინმე უყვარდეს არ ვითხოვთ და არ ვსაუბრობ ჩვენ იმაზე რომ ვიღაცა არის დანაშაული თუ უდანაშაულო შეწყალების აქტი მიღმა არის დანაშაულის და უდანაშაულობის არის ჟამი როდესაც შეიძლება ადამიანები იმსახურებენ საჯელს მაგრამ არის ჟამი და ეს ქვეყანას ჭირდება ქვეყნის მომავალს ქვეყნის განვითარებას როდესაც მოწყალება გაცილებით უფრო დიდი ის ღირებულება ვიდრე დანაშაულის გამოჩადენილი საჯელი ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე რომელსაც აქ ეს უფლებამოსილება და ამას არ იყენებს და იცის რომ ქვეყნისთვის ეს უკეთესი იქნება ის პრეზიდენტი ვერ იქნება გამაერთიანებელი და ის რა თქმა უნდა ნებისმიერი ის ადამიანი რომელზეც საერთაშორისო კონსენსუსი არსებობს ჩვენ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით ვერც ჩემზე ვერც სააკაშვილზე ვერც მერაბიშვილზე და ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა განსაჯოს მომავალმა უნდა განსაჯოს ისტორიამ მაგრამ ის რაც ქვეყანას ჭირდება ის რაც მომავალს ჭირდება იმიტომ რომ თუ არ დავსვით ჩვენ წარსულის წერტილი ვიქნებით აი ესე მუდმივად წარსულში და წარსულის ეკო თუ გადმოყვება 2017-ის არჩევნებს 2018-ის არჩევნებს ვიქნებით ისევ წარსულზე ორიენტირებული და ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული ამიტომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ და თვითონ ხალხმა მერე თუ ეს ხალხი მოინდომებს პოლიტიკაში ისევე როგორც მე თუ დამიჭერენ მხარს, თუ დაგვიჭერენ მხარს ჩვენ, მაშინ ჩვენ გავიმარჯვებთ. მაგრამ ჩვენ ამავდროულად პირობას რომ ჩვენი გზა არ იქნება შურისძიების გზა, ჩვენი გზა არ იქნება ის გზა, რომელიც აირჩია ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. რაც შეეხება თქვენ დასმულ შეკითხვას. კი ბატონო, მიფასუხეთ და შალვანათელაშვილი უნდა იყოს შემდეგი სტუმარი. 18 წელს არის არჩევნები. ჩატარდება თუ არა არჩევნები არ ვიცით. ამიტომ კანდიდატებზე არა, ჩატარდება, ოცნება ამბობს, რომ 2018-ის არჩევნებისთვის არ შეიცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი. ოცნება მისიც თქვა, რომ რაღაცა რომ არ მოეწონათ გამონათქვამი, შეიძლება ისევ შევცვალოთ. ჩვენ ხელისუფლება გვყავს და შესაბამისად მისი არაფორმალური მმართველი იმდენად არასტაბილური იმდენად ლერწამივით ქარის მიხედვით როგორც ლერწამი ირხევა ისე ირხევა მათი პოზიციები ნებისმიერ საკითხზე ამიტომ მე არ გამორიცხავ სანამ არ ვიხილავ ბოლომდე დადასტურებულად რომ კონსტიტუციის ამ ცვლილება არ იქნება მანამდე ბოლომდე არ მჯერა იმიტომ ის აქედან გამომდინარე ლაპარაკი იმაზე თუ ვინ იქნება კანდიდატი ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ევროპული საქართველოსი მე მიმაჩნია რომ არის ძალიან ადრე მაგრამ გამოვრიცხო ადრე ამაზე ლაპარაკი ხო მაგრამ გამოვრიცხო რამდენი ხანი ციხეში იყავით ალბათ რაღაცეებზე ფიქრობდით ხო რომ გავალ მე ამას ვიზამა ეს გეგმა მექნება ამას გავაკეთებ მაგრამ თავარი ახლა წინ ადგილობრივი არჩევნებია ჩვენი ამოცანა ევროპული საქართველოს ამოცანა არის აგურ უნდა გავწიოთ ხელისუფლებიდან ივანიშვილი და მისი აბსოლუტურად უნიათო ადგილობრივი არჩევნები ეს იქნება პირველი ეტაპი მეორე ეტაპი იქნება საპრეზიდენტო არჩევნები და საბოლოოდ ეს მოხდება საპრეზიდენტოზე მაგრამ განსხვავება ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის ნებისმიერი სხვა პარტიისგან ჩვენ ამას შევძლებთ ქვეყნის გრევისა და რყევის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, იმიტომ რომ არ უნდა ჩავარდეთ ისევ იმ ორმოში, რომლიდანაც ძლივ-ძლივობით 2012 წლამდე როგორც გითხარით ძლივ-ძლივობით ამოვიდა. ბატონო გიგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხაროთ ლეიბორისტების ლიდერი უნდა შემოვიდეს რეკლამის შემდეგ ამ სტუდიაში. წეღან კითხეთ და კიდევ გაგიმეორებთ. გამოვრიცხო რომ თუ არ შეიცვლება არჩევის წესი და ოცნება პირობასდებს რომ 2018-ში არ შეიცვლება, შესაძლებელია თქვენ იყოთ კანდიდატი პრეზიდენტობის. დღეს პრეზიდენტებზე ვლაპარაკობ. გამორიცხვით ნურაფერს ნუ გამორიცხო. პასუხია უკვე. დიდი მადლობა წარმატება მინდა გისურვოთ. აუცილებლად გიგი უგულავა საუბრობდა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ